საგანელიძეები საცხოვრებენ ბიჭო. გელა. რა ვაიშარ ბიჭო შენ? საგანელიძე ბატონო. დედა სახლშია? იბეთო. დედა. გამარჯობა თქო. ჭოლა საგანელიძის მეუღლე ბრძანდებით ხო? ჭოლას მეგობარი კაცი ვარ მე. წერილი მაქვს მის თქვენ. მიგზავნით დოგმის სახლში. ზიმიავად ყოფილიყო ჭოლა. ციხეს სიკვდილი არ უნდა. აუხტა, ნატურა სული. ეს წერილი მანამდე გადმომცა. გრძნობდა ალბათ საცოდავი რომ აღარ იყო ამ ქვეყანას. აქამდე ცნო მომენტა რა ქალბატონო, მაგრამ არა და არ მომეცა მის საშუალება. ბავშვმა თუ იცი უმალა, მაგრამ ხდება მგონი რაღაცას. მივდივარ შულა მე და იცოდი ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო. რის საშუალებაც მომცა ბუნების ძალა. სათხოვარი დანდერძი მაქვს შენთან. კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწოდეს კვარივით, სანთელივით, კოცონივით, ზესავით, როგორ ხვეთრსაც გარგონებს განგება ის. იმაზეც უნდა იფიქრო, შენ რომ ჩაქვრები წვდიადმა ვერ დაისადგუროს ირგვლივ. ან შენ რომ დგახარ მაგერთ ფიორე ადგილზე მაინც. სადამდე ანთი ისე უნდა ენტო შულა რომ სხვა ცანთოს შენ მას სიცოცხლან და აღარ შეიქმნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. იმედოვნებ ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული. აპატიეთ რომ ვერ გამოგატეკით მეუღლეთ, მეგობრად და მამად. 18 წლისას წააკითხეთ ჩემს ბიჭს ეს ბარათი. კაცური კაცი იყო. ჭოლა საგანელიძე. ათაში ერთი რომ ყოლდეს ჭოლასთან აკაცებით ალბათო. სხვა ფრებს არ იმართოს იქნება ხალხის ცხოვრება და მომავალი. ბატონი მუშნი ზარანდია. სწორედ. თქვენი მონაორჩილი მუშნი ზარანდია ბოდიშ სიხლის დაუპატეჟებელი სტუმრობისათვის. ბრძანდებოდეთ გრაფ, ბრძანდებოდეთ. ეს რა მე მითხრეს რომ თქვენ შეუძლებელად ბრძანდებით. იმასაც მოესწარი რომ საიმპერიო დაზვერვის ხელმძღვანელი მისი უდიდებულესობა იმპერატორის პირადი მრჩეველი პოლკოვნიკი მუშნი ზარანდია სტუმრად მიდის პეპერ კათოლიკთა ყველასაგან დავიწყებულ გენერალთან. შეგულება მაქვს თქვენ ოფსკინვალებაო. ხოთე გადავწყვიტე მომენახულებინა ჩემი მფარველი და აღმზრდელი გრაფის სეგეთი. დავზარდეთ. გმადლობთ. თქვენ მუშნი თანამდებობით გააქვთ უფლება გააღვიძოთ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა თუნდაც დილის 4 საათზე. გაგეღვიძებიათ? არა თქვენ ოფსკინვალებაო. ასეთ საჭიროება არ ყოფილა. ჯერჯერობით რა თქმა უნდა. და არის ახალი პეტერბურგში. მიუხედავად ყველა ზომებისა, ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, ხელვარება მაინც არ ცხრება. დიახ, ტახტის მტრების წინააღმდეგ ჩვენ ყველანაირ ხალხს ვიყენებთ, როგორც პროვოკაციულს, ისე მოხანად. მეთანხმებით, პოლკოვნიკო. ჭეშმარიტებას ბრძანებთ, სულ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს გამოთქმა მეპატიოს. თქვენ სხვა საავრძელში გადაჯექით და მაგას იქიდან ბრძანებთ. მოხთლობა და პროვოკაცია იმპერიის ისე არ აღია.
რომლითაც საზოგადოებას ხალხს სიგეთისა და სამართლიანობის ნორმები უნდა გასრულებინოს. მიაქციეთ ყურადღება გრაფ, უნდა აღასრულებინოს. როგორ? სახელმწიფო თქვენს ბოროტ საწყისად მიგაჩნიათ? ბატონო პოლკოვნიკო. იმპერია. მაგრამ კაცობრიობა თქვენ აფრთხილდებათ. დაუცხრომლად მუშაობს იმაზე, რომ სახელმწიფო უმაღლესი და ნამდვილი სიკეთის წყაროდ აქციოს. გამოდის რომ თქვენ და თქვენი აბრაგი ბიძაშვილის მეგობრებს ერთნაირი შეხედულებით გქონიათ. იმ განსხვავებით, რომ მათი ნება თუ იქნებოდა იმპერიას დღესვე დაანგრევდნენ. ახლა მსოფლიოში გასაოცრად იმ ადამიანთა რისკმა, ვისაც ცხოვრების მთავარ მიზნად იმპერიის დაანგრევა და მის ადგილზე, ასე ვთქვათ, რაღაცა ახალ სახელმწიფოს შექმნა გაუხდიათ. და მან წარმოიდგინეთ, ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ეს ერთობ სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. პოლიტპატიმართაგან ბევრ შეხვედრი ვარ, ისინი უანგარო პირუთვნელი ხალხია და საოცარია, რომ სწორედ ისინი აყენებენ ამ პროგრამას. თუ იმპერია ბოროტება, მაშინ გამოდის, რომ მე მისი ერთგული მსახური მთელ ჩემ ცოდნას და გამოცდილებას ამ ბოროტებას ვახმარდი. მუშნი რა ისმის თქვენი ძმის, მე თუთაშხიას გულისხმობ. თუთაშხია ჩემი ბიძაშვილია. და რაც მათ თქვენ აფრთხილდებათ. როგორც მოგეხსენებათ, თუთაშხიამ არა მარტო პოლიტიკას დარია ხელით, ციხიდანაც კი გაიქცა. თქვენ ისეთ სიმაღლეებს მიაღწიეთ მუშნი, რომელსაც თუთაშხიას ვერანაირი საქციელი ვერ შესწდება. თქვენი გულისხმობა რამდენად მე გაუგებარია. გაუგებარია? მოგეხსენებათ გრაფ, მუდამ ასე იყო და ამჟამადაც იმ პრინციპით ხოლმზღვანელობ, რომ ჭეშმარიტმა ადამიანმა არა მარტო უნდა ზლიოს ბოროტებას, არამედ სიკეთედაც გადააქციოს იგი. ამას გარდა თუთაშხია უკვე ფეხებში მებლანდება. როგორ გონიათ მუშნი? ეგ თანამდებობა უმაღლესია თქვენთვის, თუნდაც მიაღწევთ. ჩვენი იმპერიის პირობებში ჩემი წარმოშობის კაცისათვის უმაღლესია. მეორეს მხრივ შრომასა და თავდადებას წინ ვერაფერი დაუდგება. სიმართლე გითხრათ, ასეც ვაპირებდი. გადაიფიქრეთ? ამას წინათ შუალოვის დიდი გვარის საძვალე მოვინახულე. გადათელილი, მოულელი საფლავები, სევდიანი სანახაობა. ან თუნდაც სტეპან ივანიჩ შიშკოვსკი. რამხელა პროფესიული ტალანტი, რამხელა დამსახურება. მისი საფლავიც კი აღარ არსებობს. დაივიწყა, ყველამ დაივიწყა. ჩვენს შემდეგ, ბატონო პოლკოვნიკო, მხოლოდ სახელმწიფო და ბირუთნელი სამსახური რჩება. სახელისუფლება კი ეს გმირების ხვედრია. გმირების და არა მათი, ვინც გმირებს ქმნიან რა? მაგით რისი თქმა გსურთ? იმის რომ ქრისტესაგანაც აღარაფერი დარჩებოდა, იუდას იგი 30 ვერცხლად რომ არ გაიყიდა. ქრისტეს ტრაგიკული აღსასრული იუდას შეგნებული საქციელის შედეგი იყო. გმირი იუდამ შექმნა, მეს მტკიცედ მიჯერა. შიშკოვსკის როგორც ჩანს ერთწმენა არ გააჩნდა. თორემ 30 ვერცხლად გაყიდდა ჯერ პუგაჩოვს, რადიშევს და მერე გამოიძიებდა მათ საქმეებს. ბატონო მუშნი, როგორც ჩანს თქვენ უკვე გადასწყვეტეთ შექმნათ გმირი. რამდენადაც გიცნობთ, თუ გადასწყვეტეთ შექმნით კიდეც.
აქ დამიცადეთ. კი ბატონო. საწავი დაგავი. ჯანდაბას მაგისაც მაგისაც გაიგებ რამე ეს? თვითონ მუშტის ზარანდიას დავალება ეს. იცი შენ, ხელმწიფისტოლი კაცია და არ დაგეკარგება მისი სამსახური. ლეცდები ნიგადრო ბატონო. ლეცდები, მაგრამ ეს რა მოაფიქრები და მაგ ოჯახაში ნებოს. სისაძაგლისა და ვერაგობის მეტი რა მინახია მგონაზე, მაგრამ არისთან არაფერი ხმასთან. ისე მოიყარა თავის საქმემ, რომ გზას უღობავს თუთაშხია მუშტის. ამ ქვეყანაზე ორივე სიცოცხლე ერთად არ გამოვა. აბა, შენ იცი. ბატონო მიგონდა. როდენდ უნდა ვიყო ეს? მოვჩი მეაბრებობას. მოვე თქვენთან სამსახურში, ასე იყო ნათქვა. თქვენ დღეში დავდო დაბრაგების დადელულად. მოლო ხომ უნდა გქონდეს ამას? ცოტას მოითმინე რაჟა ასია საჭირო. ასე მეტი სარგებლობა მოგაქვს ხელმწიფისათვის და აჰა მოგეცა საშუალება. შეასრულე ზარანდიას დავალება ჩინს მოგცემთ და ჩაიწვი მე ოფისის თანსაცმელი. აჰა. აბა შეკაცო. უბრალოდ საფრობა რა შენი საკადრისია. აი ბატონო. ინარიანზე ეჩუნი პერტია და მიცი ბიჭი გუდუნი. გუდუნა? კი. აბა გუდუნა დედა შეხვეწე მალე დაგიფროს. ნახევარი ხერღილად. კი ბებე, კი. შენ წადი, მე მალე წადი. მოდი და მეჭი დავეთ თაშკიას ნაბიჭვარო. აი დაგედა, ჯორა შევშევ, ხოშოთ. მოდი აქ გუდუნა. შეგედა შენ ერთად ეცი რა. დამოდი გუდუნა. რატომ მიზახიან რაჯავიძია თუთაშკიას ნაბიჭვარს მე? არ არის მართალი ეგ. ფლახა დაბოროდი ბიჭია ხუდა გერგია. ნაძირალა თუთაშკიას ბრალია ეს ყველაფერი. ძარცველი მკვლელი და ოხერია ეს დადა თუთაშკია. ყვარობს დედაშენს. დაიარება თქვენთან და უარს ვერ ეუბნება ბეჭუნი. ეშინია მომკლავს. დაშინებული ყავს დედაშენი და თუთაშკიას. იცის ეს ხალხმა. დაკიდანა რომ გელაპარაკებიან ეს ბავშვები. არაფერია გუდო. გამოიზრდები კიდე დავაშკაცდები და მე გავუსწორდები და თუთაშკიას. თუ მანამდე არ ჩააძაღლეს და ჩაკლეს ადმე. კიდევ დაიარება თქვენთან ის? დადის ხანდახან, ღამით. მე რომ ზინავს მაშინ. ჰა. მოხვედი დედა? რა დაგემართა შვილო? რა იყო ბიჭო?
გამარჯობა შე. თეყვასა და რათა მოვიდა? მოხვედი უკვე. იჯექი ნუადგები. გამარჯობა. მამის მომსაც ხეს ფეხი ეტკინა და ფეხით მომიხდა. მთელი ღამე სიარული ძალიან გამიჭირდა. რაკენი, მოიდანე პასპორტები. კაი გაკეთებულია, ეს მაგი ვერაფერს შეაწყობს. დიდი მადლობა დათო. გაგითხრა სხვა. არაფერი. მეფეს ტახტის გამოცდილებას რო დაუპირებთ, სალფეხში მეც უნდა წამოვლებიოთ ხელი. ო მეკუთვნის. გეკუთვნის. ძალიან გაგვიჭირდა. კაც ვეღარ ენდობი. დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ არა უშავს დრონი მეფობენო. დათო, ერთი საქმეა კიდევ. გეცოდინება, ჩვენი გაქცევის შემდეგ, ვინც კი დარჩა, სხვადასხვა ციხეებში გაგზავნეს. ვიცი. ახლა ისევ თბილისში უყრიან თავს. გასამართლებას უპირებენ. კომოდოვის და კვიმსაძის სასამართლოზე გასვლა არ შეიძლება. სახრჩობელაზე გაიყვანენ. ერთი სიტყვით თუ გზაში არ ვიხსენით, როდის უნდა გადაიყვანონ? მაგას დავადგენ და შეგატყობინებ. შენ სად გნახავს კაცი? თეყვას ეცოდინება. შევთანხმდით აბა. უნდა წავიდე დათო. ამაღამვე უნდა დავბრუნდე, როგორმე. ამ პასპორტებს ხალხი ელოდება. შვიდობა აქვს ხელმარცხა. შენი იმედი მაქვს. დიდი მადლობა. აღარ. ვინო ეს კრუმუნჯილოქია? ადრე არ მინახავს აქ. ყრუ არა იზმები. უნჯია ყველაფერი ესმის. ენა ამოგლიჯეს ციხეში ღალატისათვის. შენ რომ უკანასკნელად იყავი აქ და პატიმრებს რომ ამუშავებდნენ. აგერ გზაზე. უფროსი ზედამხედელი ყავდათ ერთი იმ პატიმრებს. მოვიდა. ნამეტანი წესიერი კაცი. გამოცდილი ლაკია თავისუფლდება ჩემსას. ცოლის საყვარელი დაჭრა და იმისთვის იჯდაო. გვარი რომ ითხრა მივხვდი ვიზედაც ველაპარაკებოდ. აბა იმას ხომ არ ვიფიქრებდი. ზედამხედელი ასტიანას ციბრალულით ატყუებს მეთქი. პოლიციას თავისი კაცის ყოლა სჭირდებოდა ჩემსას. ავიყვანე და არის ახლა აქ. რა დაავალეს მაგ მამაძახს თუ იცი? თიყვაძაძუამ თვეში რამდენი ულუფა ხაშლამა ივაჭროს. კარგად დაგვითვალე და შეგვატყობინეო. ასტიანას ამისთვის არ შემოგზავნიდნენ ცხადი ეს. მთავრობას რო ემალება ისეთი კაცები თუ ნახო მოდი და გითხარიო არც ამისთვის უნდათ ასტიანა აქ. 30 ვერსია ბოქაულამდე. რომ უნდოდეს კიდეც ვის და როგორ უნდა შეატყობინოს ასტიანა რამე? ჯაშუშარა მაგ. კოლელია. რა იცი შენ? ჯერთი სულელია. და სულელი ადვილად კლავს კაც კი იცი შენ მაგ. მერე სამუშაოდ რომ მიიღე
პატარა ხანმა გაიარა მას მერე გავაგზავნეს სოფელში საქმეზე ბარგი გაუჭრიგე საწამლავი ვუყოვე საწამლავი უყურე შენ? კოლელია სანამდე მიიღებდი იქამდე მივხვდი ამას მე ასმინდელა აბაჯოა შენ მიხედე იქ წერენ ბოდღო ყვალთავა და რაჟასარჩიბილი არიან რა უნდათ მაგათ ერთად აქ კაი სახვიზე არ იქნებიან მოსული პატარა ხანს ნუ გამოხვალ დათა მივხედა ვიქაურობას და ახლა ვემოვა ახლა ვებადანო ახლა Zakaria? Astiana, tabaki moidane. Zakaria, ჩვენსკენ ომზე ზურგით ისა დათათუთაშია, ხო? არ ვიცი როგორ დასკან, ახლავე შევხედა. ნახე. ხო, ძვერებიანი ბოდღო ყვალთავაა და აქეთ ზურგით რომ ზის ჩვენსკენ ისაა დათათუთაშხი. კარგად ემსახურეთ, მაგათი ჯაჟღანისთავი არ ამან. ხო. ასტიანა წავუღეთ აბახი. ღვინო ჩამოუსხი. ალექსანდროული. დროზე ახლა. ჰა. ჩარ. თივა, მართლა დათათუთაშხია ის კაცი. რაღაც აღელბებული ჩახართ იყო ბატონო. არ მინდა და შენ შეწუხება დათა. შეიძლება ხმაური ატყდეს აქ. ატყდეს თუ გჭირია. ჭირია. ღვინო მოიტანე ბიჭო. 달려 먹어. Mariliana supraze. Marili maydana sinime. Marili maydana supraze. Davili eskuno. Davili eskuno. Tikla. შენი ფეხი ჩამაათრია და დამილია ასხუნო! თიხვა! თიხვა! გამოეთრია გარეთ!
შხანი და ალევი ნასტიონო. თიყოა! გრალე კარი. არ გახვიდე დათო. რა გინდა ბოდღო? დათაბადონო. მითხარი რომ არ იცოდი ეს. მითხარი რომ არ იცოდი ეს მოხანათობა. და თუ დაშხია. მივხვდი და შენს მოსაკლავად რომ შემომაჭიჭეს ასტიონა. უნდა გეთქვა ჩემთვის ამას თუ აპირებდი. წესია. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.
პატარი მომშივდა ნიკანდრობათან. რა ხდებოდა ახლა? ერთი წუთით წისქვილებთან რომ შეგვევლო დუქანში. გეძახოდა იგაცი, ეპატიჟებოდა. რამე კაცი იყო. რომ გეძახის და გეპატიჟება, მაშინ არ უნდა შეხვიდეს, სწორედ. რატო? ასეთია სამსახურის წესი. არ მომეწონა ის გადამკვდარი შეპატიჟება, მე. მათარი გითხრა რა შეიმჩნევია. ერთმანეთს ეთქიან. ნამდვილია, ჩვენ დაგერაკმა. გაუხსნა ცეცხლი და აიქცევიან მათ რაკეტები უსტავში შენ. ეს კაცები გვაბარია შენ. ადგილზე უნდა მიიყვანო ცოცხლები. სხვა არა შემისაკ. თუ გინდა დახოცონ ერთმანეთს ყველა მაგები. დედა რა იყო ეს, ა? მაგენ ერთმანეთს ეცროდნენ, ხომ გითხარი? ნამდვილია? გაჩერდი თუ კაცი ხარ. ამ ხნის კაცი ვარ. პოლიციაში და მამაძაღლობაში დავბერდი და ამისთან არც მინახავს და არც გამიგონია ღმერთმანი. მაგენ ერთმანეთს ეცროდნენ, ხომ გითხარი? გზავნა სამი კაცი. ნახონით, წავიდნენ იქნება ოხრები. ეხლა ბადანა. ამგაი დედა რა იყო ეს, ა? მიგანტურა ბატონო! რა! რა! დათა თუ დასხია. შენი ნახელავი ეს. მაინც ჩემი სიკვდილისთვის ხარ მოსული ამ ქვეყანაზე და მესროლი ერთხელ ვარებ რა იქნება შეკაცო? დათა თუ დასხია! შენი ნახელავი ეს! რომ არ შევეყვანეთ რა ხდებოდა მაშინ. თოთამდე კიდევ სამი ხაბაკი გქონდა დაგებული. რომელიმეში მაინც გაებმებოდა ბატონი კილია.
გოგიწულაძე სად არის? მამისონზე გოლდება. მამისონზე? მომბრძანდით, დათაბატონო. ჩაიწიეთ პეტრეს გონია დავსდე მინდა. რა გადაბრძანდით? შემოწმინდეს, დათაბატონო, შემოწმინდეს, მამაკიე. გაჭირვება მაჯობა. ნუ დაიდებ ჩემი ცოლშვილის ცოდვას, ნუ მომკლავ. ყველაფერს გეტყვი. ნუ მომკლავ და ჩემზე ერთგული არ გეყოლება ქვეყანაზე კაცი. ერთგულება რომ შეგიძლია ხედავ მაგას მე. დადექი ახლა. შენს მოსაკლავად არ მოცულა. მაგრამ ისთვის მოხვედი დათაბატონო? რას გპირდებიან ამ საქმეში გონია? სისხლი მიყიდებს. ქოფაკი მომწეს. 15 მანეთს მაძლევენ თვეში და გაასრული. 5000 მანეთს მომწენდნენ კიდევ რომ მომეკალი მაშინ. აბა კაიზარალი მოქსულია ჩვენს და იმათაც. კაცი თუ მოგიკლავს როდისმე? არა დათაბატონო. ეხლა მასწავლეს სროლა. ამ საქმისთვის მაზრაში. რომ არ გაგიკეთებია და არც იცი რა ისეთ საქმეზე რა მოგაგიდებია ხელი შეკაც. გაჭირვება და უბედურება დათაბატონო, გაჭირვება. შარშა ზამთარში სახადი იყო. 2 მიცვალებული გავიტანე ოჯახიდან, 2 მიცვალებული. წელიწადი გადის აღერდა, ქვა რომ ქვა არის, არ გამიბია საფლავზეში. ჩემს იმიდი და მოსავალი 2 თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. 4 შვილი მყავს, გოგოებია 4-ვე და მაგათი გაზრდა თუ მოხერხდა ვინც აიყვანს უმჭიდვა. შენად ყალაკებს უყავს ალბათ შემოვიდნენ უხერხული. გელიც მისი ლეკვები შიმშილს გამოყავს შევარს. შეერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არა, ვინმე შევჭამო. იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჯამოს. მაგრამ მეტი ფიქრი არის მგელმა. ადირია და იმით. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა კონდეს. ისეთი შევჭამო რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. შენ რომ ხარ მისთანაკაცის გახარებისთვის არ ღირდეს იქნება მე რო ვარ მისთანაკაცის მოკვლა გონია. და თუ გიფიქრი ამას? კი, მიფიქრი. წისქვილი იმის დანაადგილია, ფიქრობს კაცი სულ. რას არ ფიქრობს კაცი? მერე? ამ საქმეს ასეთნაირად უნდა შეხედოს კაცმა დათაბატონო. შენ რომ გინდა და ჭირია. ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა. აღარ გჭირდებაც.
რაც მე მინდა და მჭირია არაფერი არ მაგვჯერ შენ ყველა გულის ნადები ასრულებული გაქვს შენი ასე მგონია მე თუ არა კიდევ რომ გინდოდეს რაიმე სიმდიდრე სახელიან პატივისცემა ადულად აისრულებდი იმასთან ჩემს გოგოებს პატარ-პატარა საყალე მიწები და ცოტა ოდენი ფული თუ არ წაყვამს სიტებში ვინ წაიყვანს ისე ჩემი ზაბუნიას ნაირ გალს ამ სამურ ზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი მაგრამ ბოდიში და ცუკნა ძაღლს დაამსგავსა დარტყმა და შიმშილმა ასე მგონია მე რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვება თუ ეშველება რამე შენისთანა კაცის სიკვდილი და ბატონო ქვეყანაზე ჭკვიან კაცის სახელი გაქვს შენ იცი მოკლავს ბოლოს და ბოლოს ვიღაც მამაძაღლი და დიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული ღმერთი და სამართალი არ იქნება მაშინ შენ რომ მკითხოს კაცმა ბონია ღორიშვილო კлаხა და ბოროტი კაცია და თათუთაშქია თუ არა მოვიტოდა შენსას შენი გოგოების შემხედავს გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა ათოფში მესროლე და მზითები გაუწვა შენ ანგელოზებს აგერ გაქვს და მესროლე თუ იმის გეშინია რომ სროლას დაგასწრებ შეგაქცევ ზურგს და მერე მესროლე მე სხვას ფიქრობ და ბატონო რას ამ ხანაგები ყავს გარეთ მოსისხლე კი არ ვარ შენი რომ ოღონდ მოკლა და მერე ყველაფერი სულ-ერთი იყოს ჩემთვის ცოცხალს მჭირია ფული მე რომ გესროლო მერე ცოცხალს დამტოვებენ ისინი ჩემ სიკვდილზე მე რომ მიფიქრია შენ არ გიფიქრია იმდენი ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე ხალხმა რომ ვერ გაიგოს ვინქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე შენ რომ გეშინია ის ბედისწერა და სიკვდილი ახლა იქნება თუ მერე მოგიწევს მაინც თუ ასაწევი ფულ შენ ოჯახს ჩააბარებე და რა გინდა მე თუ ცოცხალი აღარ ვიქენი ჩემი გოგოების ბზითები და შენთვის გინდა ის ფული გოგოები არაფერ შუაშია მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში ჩაიგდოს რა გინდა შენ ფული შოვნა მაგრამ რა გაკლია თუ ის არა ხიფათის სიყვარულს არ მომო არ გაგვდა არც უნდა გქონდე შენი ჯიშის კაც მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი რომ მისი გულისთვის ხიფათში ჩავარდნის არ გეშინოდეს არც ეს გავს და კიდევ შენ რომ გიყურებ ბონია არც შენი მიცოლებულების სიყვარული გაქვს არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი ძუკნა ძახს რომ დაამსგავსე თუ არა კაცის ყლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცოლებულების სამარეზე ქვით დადებას როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია ბონია შენ თუ გიყვარს რამე და ბატონო სიყვარული თუ გაქვს მივდივარ მე შენ ხუთი მალებში არ მაქვს მოგადგება სახარჯოთ რატომ წუხდები და ბატონო რაში მომეცი ეს ხუთი მალეთი და თათუთაშქია რაში არ მინდა ფული წაიღე უკან და ისე გეტყვი იმ კაცების სახელს ვინც დამავალა შენი მოკლა სოწყნარად ბონია მარტო მაგიტომ არ მომიცია ჩაიხედა შეკ და თათუთაშქია მოგეკალი ბარემ და ისე წაწულიყავი ნუ ლაპარაკობს სისულელებს მოსაკლავიც რომ იყო არ მოკლავდი მაინც იფიქრე კანგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი შვიდობით იყარ ბონია და ბატონო მოიცადე ერთ წუთს საქმელი მაქვს რაღაც ვინ მელაპარაკებოდა ქუთაისში და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე თუ იცი ვინ ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იქ იყო მაგრამ კრიტი არ დაუძრავს
მამი და შვილი მელაპარაკებოდა, შენი მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა. ესა და ეს კაცი ვარო ეგონა, არ ვიცოდი ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცი არის, ისიც. მუშნი მაყიდია ეს წისქვილი შარუხიასაკ. როდის იყო ეგ? ივნისის თვეში. მართავს ლაპარაკობს. ძალიან ვერაგი კაცი არის მუშნი ზარანდია. დათა ბატონო. დიდი სიფრთხილე გმართებს. მუშნი არ მდევნის მე. ისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი რომ იძულებულია მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია. მისთან 2-3 ყავთ, მაგათ მეტი არ ყავთ, იცოდე ეს. სიფრთხილე არ მაკლია მე. სიკვდილმა თუ მიწია, აუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება. განგების ბრალი იქნება ის. რომელი ხარ მან? რათა ვარ კამერა? მოგბრძანდით. წელიწადზე მეტი არ ყოფილვარ აქ. რამდენი ხარ ახლა შენ? ხუთმეტის, მე-16-ში. 15-ის, მე-16-ში. კი, მასე იქნება. ამორ ოთახში. პატარა იყავი მაშინ შენ მასწავლებელი ცხოვრობდა ერთი თიკო თინათი ნორბელიანი იყო გვარად. პეჩუნია სადა? გოდო. ინდოურები გადენ აგასაყიდათ. მოვა ხვა. კაია ბაბუხარი გავაფიცხოთ. სველი ვარ მთლად გავაშროთ თანსაცმელი და ვილაპარაკოთ პატარა. მალე უნდა წავიდე აქედან მე. შეკაცო, სტუმრის პატივისცემა და დახვედრა მასეთი ვინ გასწავლონე და
შეგაწუხე გუდო. გავაშრობ და წავალ მე. წვრილად დახეთქილი, ხმელი შეშა თუ გაქვსადმე. გაციებული ხომ არ ხარ? მე გავალ და მოვიტან. სად გაქვს? აგერ მაქვს პატარა ოთახში. კარში გასვლა არ მომიწევს, მოვალე ხლავე. გიორგობისთვის ხარ დაბადებული. შვილდესანი ხარ შემსავით. რაკენი ბიჭო ეს? რაკენი გუდუნა ეს? არ შეიძლება ჩემი სიკვდილი აქ. რა მოაფიქრებინა ეს? მაჯობა მაინც. გუდუნა, დედა შენს არ უთხრა, რომ ვიყავი და მესროლე. ცოდვა. ფული არა იყო ბიჭო. გაგაწოლებს და წაგახტავს. ის ფული. არა. მე ვიზა მაგას. კომს რომ ვერ იპოვნიან. ფულს აღარ მოგცემენ მაშინ.
ახლა მიგავაღებ კარებს. ვერ შემოვალ მეჩქარება ძალიან. ავად ხომ არა ხარ? დაღლილი ორნავეტანი. ბოღაზში თათრის ფელუკა მელოდება ტრაპეზონში უნდა გავიდე, მაგრამ საქმე მაქვს იქ. რას გთხოვ თუ იცი? ჯორი განაკაცებში ლაპარაკე თუ თაშხია სათათრეთშია თქვა. ბავშვებს გეფიცები არსადაც არ გაგიშვებ. რა არის ეს? რას გავხარ თუ იცი? სიუდი დასწავლოს ეს შმაკმა თავი რომ გამისკდეს ლავს. კაი. წავედი მე. შვიდობით იყავი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს დათა.